კეთილი პირველი მინდა დავიწყო რეჟიმის მხრიდან პარტიების აკრძალვა და რეპრესიების გამკაცრება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ივანიშვილის დაჯგუფება არის სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. ეუთოს თავმჯდომარე, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, არ აღიარა ის ფარსი, ტყუილი და რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა ქვეყანაში 4 ოქტომბერს. ეს არის მათთვის მძიმე და შესაბამისად ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორ დააჯარიმა ეუთოს თავმჯდომარე რეჟიმმა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყველა ფერზე ხელი აქვთ აღებული, ყველა წითელი ხაზი ივანიშვილის რეჟიმს აქვს გადალახული და ცხადია, პარტიული ჩარჩოების მიღმა მოუწევს ქართულ საზოგადოებას ბრძოლა და ივანიშვილს თუ გონია, რომ იუსტიციის ბეჭედი ან სამართლებრივი სტატუსი შეაჩერებს ქართული ხალხის ბრძოლას სამართლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის ძალიან ცდება. ჩვენ გააზრებული გვაქვს ის ბრძოლა, რა ბრძოლაშიც ვიმყოფებით და ცხადია, რეჟიმის პირობებში ამ ქსოვილში ვერ იარსებებს პარტიული უჯრედი, იარსებებს მხოლოდ პატრიოტული უჯრედი, რომელიც იქნება დაფუძნებული ერთიანობაზე და წინააღმდეგობაზე. მადლობა. პარტიების აკრძალვის საკითხზე გითხავთ. იმ შემთხვევაში თუ მოხდება პარტიების აკრძალვა, როგორ აპირებთ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას და თუ გაქვთ რაიმე? ზუსტად ამას ვპასუხობდი. რეჟიმის პირობებში, რეჟიმის წესების მიხედვით ცხადია ვერ იარსებებს პარტიული უჯრედი, იარსებებს მხოლოდ პატრიოტული ჯგუფები და ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ეს ბრძოლა იქნება აბსოლუტურად ეროვნული პარტიული ჩარჩოების მიღმა, რომ გავათავისუფლოთ საქართველოს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმისგან და ცხადია, ამას სჭირდება დიდი ერთიანობა და დიდი წინააღმდეგობა. ერთიანობისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მათ შორის პარტია არ არის იურიდიული ან სამართლებრივი სტატუსი, პირველ რიგში პარტია არის მოქალაქეები, ამომრჩეველი საზოგადოება, რომელსაც აქვს ნდობა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. ასეთი ჯგუფი ნამდვილად არის ნაციონალური მოძრაობა, ჩვენ გვყავს ერთგული ამომრჩეველი და ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენს მხარდამჭერებთან, გულშემატკივრებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. კი ბატონო. გიული არასამეცნიერო დაკავშირებით კითხვა დავით გურგენიძე ტექნიკური უნივერსიტეტი. ვინა? დავით გურგენიძე ტექნიკური უნივერსიტეტის ხო. მიმართა გენერალურ პროკურატურას გიული არასამეცნიერო ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის გადაცემაზე თავის დროზე ერთლარად. ითხოვს ამ ქონების დაკატაკებას და შემდეგ უკვე დაბრუნებას ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. რომ შეაფასოთ დავით გურგენიძის ეს მიმართვა გენერალურ პროკურატურისადმი რასაფუძველი შეიძლება ჰქონდეს, სანამ შეიძლება მივიდეს და ზოგადად თუ გაქვთ ინფორმაცია თავის დროზე როგორ გადაეცა ეს შენობა გიული ალასანიას. პირველ რიგში გასაგებია ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ეს განცხადება, ჩვენ ხო ვიცით, რომ ქვეყანაში არ არის არც საგამოძიებო უწყებები, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებები და არ არსებობს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტიკური რეჟიმია და მათ შორის არის პოლიტიკური საგამოძიებო უწყებები და ცხადია, ეს არის ერთი და იგივე ნარატივი, რომელიც მომდინარეობს ივანიშვილისგან. ჩვენი ბრძოლა არ არის კონკრეტული ინდივიდების წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ბრძოლა რუსული საოკუპაციო რეჟიმის და რუსული წესების წინააღმდეგ და ივანიშვილი ამ დროს გვიპირისპირებს ბრძოლის ფორმას, წინააღმდეგობის ფორმას, რომელიც გამოხატულია იმით, რომ კონკრეტულ ადამიანებს ებრძვის. ჩვენი ბრძოლა არის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, მათი ბრძოლა არის კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. აი ეს არის განსხვავება და რაც შეეხება განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს, ამას რა თქმა უნდა, ახლა თუ გინდათ გავაკეთო შეფასება ტექნიკურ უნივერსიტეტზე, ჩემი აზრით ეს პირველ რიგში უნდა ვკითხოთ ტექნიკური უნივერსიტეტების სტუდენტებს, მოსწონთ თუ არა ის ხარისხი ცოდნის განათლების, რაც არის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამ ნაწილშიც როგორ პასუხობთ? ან თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია კონკრეტულად რა მოხდა თავის დროზე, როგორ გადაეცა ერთლარად ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული შენობა გიული არასამეას? არ მახსოვს ახლა ზუსტად მე რა მოხდა მაშინ და ამაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა, თუმცა ერთი ვიცი, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტიკური ხაზი არის მათ შორის საგამოძიებო უწყებებში და ნებისმიერი საქმე
ნაციონალური მოძრაობის, მისი ლიდერის, მისი ოჯახის წევრების მიმართ, რა თქმა უნდა, არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა. აი ამასთან დაკავშირებით დავით გურგენიძე იმყოფებოდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში, ცლად ისაუბრა და ასე თქვა, რომ პოლიტიკური და კონკრეტული პირების ინტერესით მოხდა დათმობაო და ასე თქვა, ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლობის ჩამორთმევა. გამორიცხავთ ამ კონკრეტული პირების ინტერესს თავის შინაარსი, რადგანაც არ ვიცი, ასაკობრივათაც არ გაგკვირდებათ, რომ არ მეწოდინება ის რა მოხდა მაშინ. თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პოლიტიკური არის მართლმსაჯულება, პოლიტიკურ ხაზს არის დაქვემდებარებული საგამოძიებო უწყებები, მიმდინარეობს დევნა ნაციონალური მოძრაობის, მისი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების მიმართ და ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა. პოლიტიკური დევნა, შანტაჟი, რეპრესიები. აი ეს არის რეალურად რაც ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ რო გქონდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და რო იყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი საგამოძიებო უწყებები, შესაბამისად შინაარსში შესვლას ექნებოდა არა მხოლოდ აზრი, არამედ ექნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობაც. კი ბატონო, სამართლიანი არჩევნების პარტნიორმა ორგანიზაციამ ევროპულმა პლატფორმამ დემოკრატიული არჩევნებისთვის 4 ოქტომბრის არჩევნებს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთაშორისო თანამდებობის რომელიც იყო შემოსული ფეიქი უწოდა. ამას პასუხობს CSCO, რომ ასეთი განცხადება შეუწყობილია და არგუმენტები ვერ დაასახელეს თუ რატომ იყვნენ ფეიქები. თქვენ როგორ ფიქრობთ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული დამკვირვებლები ფეიქები იყვნენ? ივანიშვილის არჩევნებს რომ მესაფლავე აკვირდება საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით, ეს უკვე ყველაფერს გამოხატავს და ნათელი მაგალითია ის თუ რა ფარსი ტყუილი და რუსული სპეცოპერაცია მოაწყო 4 ოქტომბერს ივანიშვილმა. ცხადია, ეს არჩევნები არათუ აღიარა ეუთოს თავმჯდომარემ, არამედ ნახეთ როგორ მივიდა რუსთაველზე და მხარი დაუჭირა ჩვენი თანამოქალაქეების ბრძოლას სამართლიანი თავისუფალი არჩევნებისთვის. და რა თქმა უნდა, დემოკრატიული მანდატი არ მოიპოვება ოპონენტების დევნით და ციხეში ჩასმით. ეს არის მნიშვნელოვანი და ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა 4 ოქტომბერს, არის აბსოლუტურად აცდენილი იმ საზოგადოებრივ მოთხოვნას, რომელიც აქვს ჩვენ თანამოქალაქეებს. როგორც გითხარით, CSCO-მ თქვა, რომ მათ არგუმენტები არ წარმოუდგენიათ და როგორ ფიქრობთ, ასეთი თქვენ არ ნახეთ? თქვენ თუ ნახეთ ჟურნალისტური გამოძიება, სადაც დადასტურდა, რომ ივანიშვილის არჩევნებს აკვირდებოდა მესაფლავე. საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით. ეს თუ ნახეთ? ნახეთ? მესაფლავე რო აკვირდებოდა ივანიშვილის არჩევნებს, ნახეთ? მეც პასუხობ. კი ბატონო, აი ხა მითხარით. არგუმენტით შეიძლება ითქვას, რომ ბჭყალებში ფეიქები იყვნენ 4 ოქტომბრის აქციაზე. ერთი რაც დადასტურდა მითების დეტექტორმა დადო კონკრეტული საგამოძიებო მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ივანიშვილის არჩევნებს აკვირდებოდა მესაფლავე საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსით. ეს არის ფაქტი. ეს არის ნათელი მტკიცებულება იმის, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ყველაფერი იყო არჩევნების გარდა და რა არის გამოხატულება დემოკრატიის გაუქმების. მეტი რა გითხრა? ეს არის ფაქტი, არგუმენტი არ არის. მაგრამ რაღაც არგუმენტი უნდა არსებობს. ფაქტია. რითაც შეიძლება დადასტურდეს, რომ ნახეთ, თქვენ ხო ჟურნალისტი ხართ? ჟურნალისტურ გამოძიებას ალბათ აკვირდებით ხოლმე სწავლობთ მათ შორის საფუძვლებს, ხო? რა მტკიცებულებას ეფუძნება კონკრეტული საგამოძიებო ჟურნალისტიკური მასალა. მესაფლავე რო აკვირდება არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსით და ამბობს, რომ საქართველოში უკეთესი არჩევნებია ვიდრე საფრანგეთში. ეს ნორმალურია? ეს არის არგუმენტი კი არა, ეს არის ფაქტი. ფაქტებზე ვლაპარაკობთ. თქვენ ხო ზოგადად პროპაგანდას ახასიათებს, რომ თავარი ფაქტია და არა აღქმა, ხო ესეა? ამას ტირაჟირებთ ხოლმე. შესაბამისად, ეს არის ფაქტი. და თქვენ საუბრობთ კონკრეტულ აღქმაზე, რომელსაც პროპაგანდისტურად ავრცელებს CSCO. აღქმაზე საუბრობს. და მე გესაუბრებით ფაქტზე. ფაქტი არის ის, რომ მესაფლავე აკვირდებოდა არჩევნებს და საუბრობდა, რომ საფრანგეთზე უკეთესი არჩევნები ჩაატარა ივანიშვილმა. ეს ნორმალურია?
მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არ იყო არჩევნები. ეს არჩევნები არ ცნო ეუთომ. ეუთო არის პოლიტიკური ხელმძღვანელი იმ სამართლებრივი ინსტრუმენტის, რომელსაც ქვია ეუთო ოდირი, რომელიც მთელ მსოფლიოში დემოკრატიულ სტანდარტს ქმნის. ეუთო ოდირი და ეუთო არ აღიარებს იმ ფარს, ტყუილს და რუსულ სპეცოპერაციას, რომელიც ჩატარდა 4 ოქტომბერს. ესეც ფაქტია. ხო არ ვიტყუები? ფაქტია. არა, მე ფაქტზე ვლაპარაკობ. რომ იყოს ტყუილი, ახლა შემედავებოდით. მე აქ თქვენთან პოლემიკის გასამართად კი არა ვარ მოსული, უბრალოდ ფაქტზე ვლაპარაკობ. კი, კეთილი. კი, მეც პასუხობ, კი. კი ბატონო. ბუნდესტაგში ისმის კითხვები ბედეთ ფიშერის საქართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ხაზი ესმევა მის ურთიერთობას ქართულ ოპოზიციასთან, ასევე კავშირს მამუკა ხაზარაძესთან, როგორ შეფასებით ამ ფაქტს? პიტერ ფიშერი გახდა ივანიშვილის პროპაგანდისტული მანქანის სამიზნე იმის გამო, რომ ის ითხოვს იმას, რასაც ჩვენ თანამოქალაქეები ითხოვენ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თავისუფალი სამართლიანი არჩევნები. აი ამის გამო არის სამიზნე ივანიშვილის გერმანიის ელჩი და ცხადია, გერმანიის ელჩი ვინ იქნება, ეს უნდა გადაწყვიტოს გერმანელებმა და ჩვენ რა თქმა უნდა მხარს უჭერთ მათ გადაწყვეტილებებს და არ გვაქვს არათუ შეკითხვები, არამედ პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებებს. როჩის მხრიდან ეს მოთხოვნა და განცხადებები მისაღებია და გავეცი პრინციპში პასუხი. პრინციპში გავეცი პასუხი. დემოკრატიული საზოგადოება მხარს უჭერს რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეების ბრძოლას დემოკრატიის აღდგენისთვის, თავისუფლებისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და მთავარი არის ასევე პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ამას რომ დემოკრატიული საზოგადოება და საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს, ეს არის ფაქტი. და ამის ანარეკლია მათ შორის საელჩოები და ელჩები, რომლებიც დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებს იცავენ ადგილზე თბილისში. ეს არის თქვენი ახმეთ ელჩის ეს არის კი, ეს არის. ამასთან დაკავშირებით კითხავთ, ანუ ალტერნატივა გერმანიის კონკრეტული კითხვები აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პიტერის საქმიანობის მიმართ საქართველოში. მაგალითად, მართლა იქნება თუ არა ხაზარაძისგან ბინა თბილისში. ხდებოდა თუ არა წინა საარჩევნო ოპოზიციას დის შეხვდა და რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრებს. თქვენ თუ გიჩნდებათ ეს კითხვები, ან რამდენად ლეგიტიმურად მიგაჩნიათ ეს კითხვები, გერმანიაში დასმული ეს კითხვები და თავად როგორ აფასებთ ფიშერის საქმიანობას საქართველოში? ძალიან კარგად ვაფასებ და ზოგადად გერმანია ყოველთვის იყო დემოკრატიის დამცველი საქართველოში, არაერთი კონტრიბუცია, ფინანსური კონტრიბუცია აქვს განხორციელებული, მათ შორის საგანმანათლებლო მიმართულებით და არაერთი ადამიანი არსებობს, მათ შორის რეჟიმის წარმომადგენელი, რომელმაც აი ამ სიკეთით ისარგებლა. და პიტერ ფიშერზე თავდასხმა, ეს არის აბსოლუტურად წინააღმდეგობაში იმ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან, რომელიც აქვს საქართველოს და საქართველოს მომავალი არის ევროპაში. საქართველოს მომავალი ვერ იქნება ჩრდილოეთში. საქართველო არ არის ივანიშვილი. ივანიშვილმა მტრად გამოაცხადა ევროპა და მტრად მიიჩნევს პიტერ ფიშერს. ეს არ არის ნორმალური, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმის, რომ ივანიშვილი ასრულებს რუსულ დავალებას საქართველოში. და იმას რომ თქვათ, მანამდე საქართველოში ხელისუფლების მხრიდან ისმეოდა ეს კითხვა და ახლა უკვე გერმანიაში ისმის ეს კითხვები. ამას რითი ახსნით, ანუ დაკავშირებულია ივანიშვილთან ეს პარტიაც გერმანული თუ აი როგორ აიხსნება, რომ იგივე კითხვები აქვს ზუსტად ახლა უკვე გერმანიაში ალტერნატივა გერმანიის პარტიის. ჩემგან ხო გაინტერესებთ პოლიტიკური პოზიცია. ჩვენი პოლიტიკური პოზიცია არის ის, რომ გერმანია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ურყევად მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მომავალს, მათ შორის ჩვენს თანამოქალაქეების ბრძოლას ევროპული მომავლისთვის, თავისუფალი სამართლიანი არჩევნებისთვის და ითხოვენ მათ შორის პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და დიდი მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის. ანუ დავაზუსტოთ, თქვენ ამ მიმართულებით ფიშერთან კითხვები არ გაქვთ. პირიქით, ანუ გავეცი პასუხი. ჩემი პოლიტიკური შეფასება არის, რომ მადლობასაც კი უხდი იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მათი მხრიდან აქვს საქართველოს, თქვენ, მე, ყველას.
ვისაც არ აქვს მხარდაჭერა, ეს არის რუსული რეჟიმი. და ცხადია, ვერ ექნება რუსულ გეგმას, რუსულ მოდელს, რუსულ საქმიანობას მხარდაჭერა. შეგიძლიათ გითხრათ, აი რა მოტივი შეიძლება გქონდეთ თვითონ პარტია ალტერნატივა გერმანიის როცა ამ კითხვას თუ გაგეცი პასუხი პრინციპში გაგეცი ყველაფერზე პასუხი. ობრახიძემ ახალი პროექტი წარადგინა განათლების რეფორმასთან დიახ. დაკავშირებით და ამას როგორ აფასებთ ითანხმებით თუ არა ამ რეფორმებს? განათლების რეფორმასთან დაკავშირებით სანამ ვისაუბრებთ, ზოგადად დამოკიდებულება უნდა შევაფასოთ ქართული ოცნების. როდესაც ისინი პარლამენტში ირჩევენ პრეზიდენტად ადამიანს, რომელსაც არ აქვს არათუ უმაღლესი განათლების დიპლომი, არამედ კითხვები არსებობს მის ატესტატზე და ამ დროს ეს პოლიტიკური ძალა ანონსებს განათლების რეფორმას, არის ისეთივე აბსურდი და პარადოქსი, როგორც ზოგადად ქართული ოცნება, როდესაც საუბრობს დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე. ეს არის ფარისევლობა და მათ შორის ეს არის დევნა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემაში არიან კეთილსინდისიერები, პატიოსნები, ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, მათ შორის აკადემიურ მოვალეობას პატიოსნად და სწორედ ეს ადამიანები მე დარწმუნებული ვარ ამ რეფორმის მთავარი სამიზნეები არიან. ეს არის მათ წინააღმდეგ მიმართული რეფორმა და არა რეფორმა იმისთვის, რომ განათლების ხარისხი ქვეყანაში იყოს უფრო მაღალი. ეს კარგად არ აისახება ეს რეფორმა. გაგეცით პასუხი. და რამდენიმე სიახლეც იყო ამასთან მიმართებაში, ერთი ის რომ მაგალითად 12 კლასიანი განათლება აღარ იქნება, 11 კლასზე ჩამოვა ის რო ხუთასი გახდება მეორე განათლებისა საქართველოში საუნივერსიტეტო მიმართულებით, ასევე ზოგიერთ მიმართულებით შემცირდება სწავლება სამწლიანი გახდება. პრინციპში აი ეხა რა პასუხიც გავეც, ეს არის პოლიტიკური შეფასება. ეხა თქვენ რა შედიხართ? ჩემი აზრით, აკადემიური საზოგადოება უფრო დასაბუთებულად გასცემს პასუხებს იმ რეფორმას, რომელ რეფორმაზეც თქვენ საუბრობთ. პოლიტიკური შეფასება თუ გაინტერესებთ, ჩემი პოლიტიკური შეფასება უკვე მოისმინა. და როგორ შეაფასებთ ასევე გამკაცრებულ კანონებს აქციებთან დაკავშირებით? ფაქტია, რომ ქართული ოცნება არის საერთაშორისო იზოლაციაში. EUTHOS თავმჯდომარის ვიზიტი, რომ ის არ შეხვდა პრემიერ-მინისტრს და ფაქტიურად არ ცნო მისი ლეგიტიმაცია და მივიდა რუსთაველის გამზირზე, არის ნათელი გამოხატულება იმისა, რომ ფსკერზეა ივანიშვილი საგარეო თვალსაზრისით. ახლა ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა დემოკრატიულმა ოპოზიციამ არის ის, რომ ჩვენ ერთიანობა ვაჩვენოთ, მათ შორის ქუჩაში და სწორედ ქუჩის პროტესტმა, არაძალადობრივმა მშვიდობიანმა პროტესტმა უნდა ჩამოშალოს ივანიშვილის რეჟიმის ვერტიკალი. ვენეციის კომისიის დასკვნა გამოხდა გუშინ საქართველოში ბოლოს მიღებულ კანონებთან დაკავშირებით შენიშვნები იყო საკმაოდ ბევრი, მათ შორის კანონების შეფასებასთან დაკავშირებით, მათ შორის იყო ფარაზიტთან დაკავშირებით, აი მართლობუნჯი ფარაზი ამბობდა, რომ სწორედ იმიტომ გადმოაკოპირეთ ამერიკული კანონი, რომ კითხვები აღარ გაჩენილი ყოლა და ეს მიანიშნებს საბოლოო შეფასება, რომ ეს არის პოლიტიკური შეფასება გაკეთებული და არის სამართლებრივიო. ვენეციის კომისია რომ არ აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს და აკეთებს სამართლებრივ შეფასებებს და დეფინიციას ყველა იმ გადაწყვეტილების, რომელსაც იღებს ნებისმიერი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, ყველამ კარგად იცის. თუ მათ უნდათ რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ვენეციის კომისიის, რა თქმა უნდა მათ ეს არ გამოუვათ, თუმცა ფაქტია ის, რომ ემიგრანტები უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადეს ფაქტიურად და მათ მიერ გადმომრიცხულ თანხებთან დაკავშირებითაც გაუჩნდათ სამართლებრივი მექანიზმი, რომ დაიწყონ დევნა კონკრეტული ადამიანების მიმართ და ეს არ არის ნორმალური. დამიჯერეთ, დღეს თუ არიან დევნის ობიექტები დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერები, ხვალ იქნება სხვები და როდესაც სხვებს მიადგებათ ეს რეპრესია, აღარავინ აღარ იქნება ქვეყანაში დარჩენილი, რომელიც სოლიდარობას და მხარდაჭერას გამოგიცხადებთ. ამიტომ ყველასთვის საშიშია ეს კანონმდებლობა, არა მარტო ოპოზიციური საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის. ამას მე მგონი ყველა უნდა ხვდებოდეთ. ამერიკული ფარა რატომ არის საქართველოში მიუღებელი? რატომ ვერ მუშაობს საქართველოში და რატომ არის კანონსაწინააღმდეგო? ძალიან მარტივია, იქ არსებობს მათ შორის საკანონმდებლო ბაზა,
რომელიც ქმნის ამ საშუალებებს. ლობიზმი იქ ჩვეულებრივი ფორმა არის ურთიერთობის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დონეზე და ჩვენ ლობიზმთან დაკავშირებით კანონმდებლობა არ გვაქვს. ძალიან მარტივია. ალბათ გიცოდინებათ. ლობიზმი ჩვენთან არ არის, როგორც სამართლებრივი და მათ შორის სერვისული მომსახურება არ არსებობს საქართველოში ლობიზმი, როგორც ესეთი მოვლენა არ არსებობს. და ჩვენ გვაქვს ფარა, მაგრამ არ გვაქვს ლობიზმთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა. ეს ნებისმიერ იურისტს შეგიძლიათ კითხოთ. მას შემდეგ რაც საპროტესტო ნოტა გაიგზავნა, რა შეუდებით თქვენ ეუთოსგან, ანუ რა მოლოდინები გაქვთ? პირველ რიგში ეუთოს აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით და დემოკრატიის თვალსაზრისით კონკრეტული სამართლებრივი ინსტრუმენტები, ერთ-ერთი არის ეუთო ოდირი, რომელიც ქმნის დემოკრატიულ სტანდარტს და შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში საერთო არჩევნები ტარდება, ეუთო ოდირი კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს, რომელიც სავალდებულოა შეასრულოს შემკვრელმა მხარემ ამ შემთხვევაში საქართველოს ვალდებულია ხოლმე ეს რეკომენდაციები გაითვალისწინოს. აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეუთო ოდირის თავმჯდომარე პოლიტიკური ხელმძღვანელი ჩამოდის ქვეყანაში, ეუთოს თავმჯდომარე ჩამოდის ქვეყანაში და ის არ ხვდება პრემიერ-მინისტრს, არაფერს არ საუბრობს საერთო არჩევნებზე და მიდის რუსთაველის გამზირზე. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ეუთოს მოთხოვნაა, რომ ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ამ ლოზუნგით იმართება ყოველდღე რუსთაველის გამზირზე აქცია და შესაბამისად ეს გამოხატავს იმ პოლიტიკურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვს მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებას ქართული ოცნების მიმართ.